ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილის სასამართლომ დამნაშავეცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება 29 ნოემბერს სასამართლოს კანცელარიაში ცეცხლის გაჩენის მცდელობის ეპიზოდს. თავდაპირველად სხდომას თავად ალეკო ელისაშვილიც ესწრებოდა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს ის მოსამართლე გელაშვილმა დარბაზიდან გააძევა. ადვოკატებისთვის ორშაბათს მიწოდებული ინფორმაციით, მას დღეს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება არ უნდა ჰქონოდა, თუმცა მოსამართლემ მას ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მაინც მისცა. ვიცი, სადაც ვარ, ვიცი, რაშიც მონაწილეობ, აბსოლუტურად ფორმალური ყველაფერი და წინასწარ გადაწყვეტილი რომ ჩვენთან დაკავშირებით ყველაფერი. იმდენად რომ დღესაც ყობახიძემ დამნოპატივი და აი ბატონი გელაშვილი არ შეძლო მანდ სამის გადაწყვეტილებაშია და კიდე შეაცენა რომ ელისაშვილი ტერორისტია და ტერორიზმი ჩაიდინო. არ მგონია რომ შეფოთმანდეს 72 წელიწადს ამას დანაშაულო ფინალები ისე გაუშვათ ციხეში აბსოლუტურად დანაშაულო გასწავლია და ხამხამებია და ჩემზე ინერვიულები და საჯაროეს არცერთ სულტანიკე გოუზოდი საზოგადოებრივ ანგელში და ერთადერთი საფუძველი პროგრამერულ და იყო ის რომ ერთად საბოლოო მადლობა როგორც სიტყვის არ უნდა დაგოლო ის რომ არ ვალაპარაკები და დაბლას იმ საკანში რომ გაყოლებდა საფრთხეს სიგარეტის სულიკაროთებული გასი უშინო საკითხი ზოგადად ვრცელი გამოსვლის დასასრულს ელისაშვილმა ირაკლი ყობახიძეს და მამუკა მდინარაძეს შეაგინა, რის შემდეგაც ის მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. გაძევების დროს ელისაშვილმა უკრაინას და საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ რეპლიკებს დარბაზის მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა და ყველა დამსწრეს დარბაზი დაატოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ მოდა მაგ შეიძლება რომ პროფილებზე პროგრამირებული საკრებულო დეპუტატები შესწავლების კომისიის თავმჯდომარეობა პარლამენტის წევრი და ღმერთია მოწამე და პროკურატურა ამოაწერა შემისამა ნახეს როგორც აქ ცხოვრობდა და რა ინტერესი ხონდა. ამ მომინისტრში მილიონები ამოვიდა კაცო პროზოდე არასოდეს ეს ქვეყანა გამიძახა. პოლიტიკაში ახმოვან დამეუჩესობა დამიშვა ჩემი თავშესობა ის იყო რომ პარლამენტში შევედი ცდილობიო რაღაცა სხვა პოლიტიკური კულტურა შემეერა და შეუძლოების გარეშე მელაპარაკა პირველი 3 წელი სანამ სულტანო შემოიტანა რომ ეს აი კონსტრუქციული ოპონირების რაღაცა კულტურა შეუძლოებს მაგრამ თუ ეს ადაპანო რა კულტურა უნდა შეეება იმას რომ ყოველდღე და პროცენტი პაპუაში დამამდის სხვათა შორის მინდა ძალიან გაუმხნეობა გაფარია სხვა ძალიან ვაშკაცები იყვნენ ძალიან კაცი ციხეში ძალიანური გამოყენება და ძალიან ისოვლები იყვნენ სულ იმას ვიზახოთ და სხვების მეუბნებოდა რატო მოდულაზე საერთოდ ავაფელებთ გადმოიღებთ მართლა ამასთან პოლიტიკური კონსტრუქციები გადამელაპარაკა ისე უნდა მელაპარაკა როგორც იმისათვის ჩემთვის არის მე თავი ახლა დაგაგიცი რომ ერთად დავიბადე და ერთად მოვხდე ჩემთვის არის თავი ერთი და მამაჩი და შემშულები ჩემ გამაყენდა ყობახიც და დინარაც დედაც
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2025 წლის 29 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის იმ ნაწილისთვის, სადაც კანცელარია ცეცხლის წაკიდებას სცადა, თავდაპირველად საქმე სხვისინიფთის დაზიანების მუხლით აღიძრა. 2 დღის შემდეგ კი პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა და პოლიტიკოს ტერორისტული აქტის მცდელობაში დასდო ბრალი. ადვოკატები პოლიტიკურ კვალს სწორედ აქ ხედავენ, რადგან ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ ელისაშვილმა ტერორისტული აქტი სცადა. მისი ადვოკატების თქმით, სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორედ პოლიტიკურ განცხადებებს დაემორჩილა. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მუხლი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიცვალა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ძიმე გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ, ვითომ რა თქმა უნდა ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს იყო ქართული ოცნების დავალების შესრულება, როგორც თითქმის ყველა პროცესი, რაც იმართება ამ სასამართლოში. განაჩენი რეალურად რადგან 8 თვის წინ, როცა პაპუაშვილმა გამოაცხადა ის ტერორისტად, დაარღვია ყველანაირი დანაშაულების პრეზუმპცია და მოკლედ განაჩენი დადგა ზუსტად 8 თვის წინ. დღეს უბრალოდ მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა ეს ოფიციალურად ფურცელზე გადაიტანა ქართული ოცნების დავალება და გამოაცხადა ალექსანდრე ტერორისტად. ტერორიზმი იყო 11 სექტემბერი, ტერორისტი იყო ბინ ლადენი და დღეს ჩვენ გვყავს ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც გამოცხადებულია ტერორისტად. 11 სექტემბერს გვახსოვს, რომ ხელმგრევა მოყვა, ადამიანების მსხვერპლი 3,000-მდე ადამიანი დაიღუპა და ისიც შეფასებულია ტერორიზმად და ესეც, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილოა. მისი ქმედება იყო პროტესტი უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იღებს უსამართლო გადაწყვეტილებებს და მან ასე ვთქვათ, აი ასეთი ფორმით გამოხატა პროტესტი. რას აპირებთ, რა არის თქვენი შემდგომი ნაბიჯი? ჩემი შემდგომი ნაბიჯი არის ლოდინი, ადვოკატები როგორც ვიცი აპირებენ გაასაჩივრონ ყველა ინსტანციაში. თვითონ ალექსანდრე მხნედარი ერთი წიგნი უკვე დაწერა, მუშაობს მეორე წიგნზე და მოგვამარაგებს კარგი ლიტერატურით, იქიდან ასე რომ ის არ დაიკარგება, დროს ყველა არ დაკარგავს და ყველაფერი წინდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავეცნეს და მიუსაჯეს 13 წელი. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არის დაუსაბუთებელი. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის ხარისხის მტკიცებულებები, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა ვერ გამოიწვევდა 25 მილიონის ზიანს. ეს არის უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე ვსაუბრობ, რომელსაც თავი არის და პროკურატურამ არ მიმართა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეტურ საკითხს და ვარაუდს და ეჭვს და ზოგადად კანონმდებლობით ვიცით, რომ ყველა ეჭვი ამ შემთხვევაში თუ არსებობს საქმეში უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და სამწუხაროდ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე ამ შემთხვევაში კვალიფიკაცია და 10-დან 15 წელს ითვალისწინებდა აღნიშნული და მიუსაჯა 13 წელი. 13 წელი არის იგივე ოდენობის, რაც შეიძლება ყოფილიყო დასრულებული ტერაქტის შემთხვევაში. ეს არის გამორიცხული მცდელობაც კი, რომ დადასტურებული იყო ამ შემთხვევაში 13 წელი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, ჩვენ რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით. ბრალდების მხარემ სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევით დაადასტურეთ გონიურლესულმა სტანდარტით ის, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. სასამართლომ განმარტა ის, რომ გაიზიარა სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული. ასევე მოსამართლემ ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო რელევანტური მის ქმედებასთან, ასევე მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ბრალდებულმა ვინაიდან აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებებით, ასევე ქცევით, ასევე არც ერთ ეტაპზე ქმედების არ აღიარებით და მონანიების ასე ვთქვათ, არ ქონით, ფაქტობრივად ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი. ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით კიდევ ერთი საქმეა აღძრული. ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოს 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენას ედავება. ამ ბრალდებაზე დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს არის თაროდან ჩამოღებული ძველი საქმე, რომელიც ოპოზიციონერს პოლიტიკური მოტივით დაუკავშირეს. რეალურად კი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს მუხლიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.